სალამი ყველას, მე ნათია ვარ და როგორც ყოველთვის ყველა ვიდეოში, ამ ვიდეოში შევეცდები რომ ავხსნა და გასწავლოთ რაღაც ახალი, რაც დაგეხმარებათ თქვენ ინგლისურ ენაზე საუბრისას. დღევანდელი ვიდეოს თემად მე ავირჩია 4 ასეთი სიტყვა ინგლისურ ენაში და ეს არის to say, to tell, რაც ნიშნავს თქმას ქართულად და შემდეგი ორი to talk და to speak, რაც ნიშნავს ლაპარაკს ქართულ ენაზე. საქმე ისაა, რომ ეს ორი სიტყვა თქმა და ლაპარაკი ინგლისურად არის ორ-ორნაირად და უნდა ვიცოდეთ ჩვენ მათი გამოყენების წესები იმისათვის რომ ინგლისურ ენაზე სწორად ვიმეტყველოთ. აი მოდით დავიწყოთ და ეხლა მივხვდებით რაშია საქმე. ავიღოთ პირველი ზმნა და ეს არის to say, ანუ თქმა. საქმე ისაა, რომ როდესაც ჩვენ ვიყენებთ სიტყვას to say, მას ინგლისურ ენაზე საუბრისას უმრავლეს შემთხვევაში ვიყენებთ წარსულ დროში. ანუ როდესაც ვიღაცამ რაღაცა თქვა. To say არის არაწესიერი ზმნა, არაწესიერი ნიშნავს, რომ ის წესებს არ ექვემდებარება, წესებს არ მისდევს, ანუ წარსულ დროში მას იდი არ ემატება, მთლიანად იცვლის ფორმას და წარსულ დროში to say არის როგორც said. ჩვენ ამ ზმნას ინგლისურ ენაზე საუბრისას ვიყენებთ მაშინ, როდესაც ჩვენ გვინდა რომ თქვათ, რომ ვიღაცამ რაღაცა თქვა. ანუ როდესაც ჩვენ გადმოვცემთ, რომ ვიღაცამ რაღაცა თქვა. აი მაგალითად ნახეთ. ჩვენ ვამბობთ ასე. Our teacher said to study hard. ჩვენმა მასწავლებელმა თქვა, კარგად იმეცადინეთო. ანუ ნახეთ, ბეჯითად იმეცადინეთო. მე ამ შემთხვევაში არ ვაკონკრეტებ. ჩემმა მასწავლებელმა მე მითხრა ბეჯითად იმეცადინეო, ჩემს მეგობრებს უთხრა ბეჯითად იმეცადინეო თუ ვის უთხრა. მე უბრალოდ გადმოვცემ, მე უბრალოდ ვამბობ, რომ ვიღაცამ და ამ შემთხვევაში ჩემმა მასწავლებელმა თქვა, კარგად იმეცადინეთო. ანუ ვამბობ our teacher said. თუმცა ჩვენ ასევე შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ to say მაშინ როდესაც ვამბობთ რომ ჩვენ ვამბობთ რომ ვიღაცამ რაღაცა უთხრა სხვა ვიღაცას. ცოტა დამაბრეველია, მაგრამ მიხვდებით, ანუ say-ს ასევე ვიყენებთ მაშინ როდესაც ჩვენ ვამბობთ რომ ვიღაცამ რაღაცა უთხრა სხვა ვიღაცას. თუმცა ეს შემთხვევა ნაკლებად გამოყენებადია. მაგრამ მაინც ამბობენ ასე და ამიტომ უნდა ვიცოდეთ. ამ შემთხვევაში სიტყვა say-ს ემატება გვერდით to. ანუ მაგალითად, თუ ვამბობ რომ მე მასწავლებელმა მითხრა მე კარგად იმეცადინეო, ეს უნდა ვთქვათ ასე. Our teacher said to me to study hard. ანუ მასწავლებელმა მე მითხრა უკვე კარგად იმეცადინეო. ნახეთ, პირველი მაგალითი იყო ასე. Our teacher said to study hard. მასწავლებელმა თქვა ბეჯითად იმეცადინეთო, კარგად იმეცადინეთო, ხოლო მეორე our teacher said to me to study hard. მასწავლებელმა მითხრა, მე მითხრა უკვე რომ კარგად იმეცადინეთო. აი ავიღოთ სხვა მაგალითი, მაგალითად she said something in French. She said something in French. მან რაღაც თქვა ფრანგულად. მე არ ვაკონკრეტებ, ვის უთხრა ფრანგულად რაღაცა, რა უთხრა ფრანგულად. მე უბრალოდ ვამბობ, რომ მან რაღაცა თქვა ფრანგულად და ვამბობ she said something in French. მაგრამ მე თუ ვამბობ, რომ მან მე მითხრა რაღაცა, მე უნდა ვთქვა ასე. She said something to me in French. And she said to me something in French. ანუ ნახეთ, ამ შემთხვევაში მე ვუმატებ says choose ნაწილაკს, ანუ ვამბობ choose, ანუ მან მე მითხრა რაღაცა ფრანგულადო. She said to me something in French. შემდეგი სიტყვა, ეს არის to tell, რაც ასევე ნიშნავს თქმას. მაგრამ to tell say-სგან იმით განსხვავდება, რომ როდესაც ჩვენ ვიყენებთ to tells, აუცილებლად უნდა დავაკონკრეტოთ ის თუ ვის ვეუბნებით რაღაცას, ან ვის ვუთხარით რაღაცას, ან ის თუ ვინ ვის უთხრა ეს რაღაცა. ანუ მაგალითად, მე ვამბობ ასე. I am telling you, ანუ მე გეუბნები შენ. And I tell you every day something. მე გეუბნები რაღაცას შენ ყოველ დღე. ასევე tell არის არაწესიერი ზმნა და ის წარსულში იქნება როგორც told და მე უნდა ვთქვა ასე მაგალითად. I told you, მე გითხარი შენ. ან მაგალითად, წინა მაგალითი რო ავიღოთ, say-ზე რაც გამოვიყენე, იქნება ასე. My teacher told me to study hard every day. ანუ ჩემმა მასწავლებელმა მე მითხრა იმეცადინე ყოველ დღეო.
ანუ ამ შემთხვევაში მე აუცილებლად ვაკონკრეტებ, რომ ჩემმა მასწავლებელმა ზოგადად კი არ თქვა, რომ კარგად იმეცადინეო. არა, მე მითხრა კონკრეტულად, რომ კარგად იმეცადინეო. ანუ my teacher told me to study hard. And I am telling you to study hard every day. ან მე თქვენ გეუბნებით, რომ ყოველდღე უნდა იმეცადინოთ. ანუ tells, როდესაც ვიყენებთ, აუცილებლად ყოველთვის მას გვერდით უნდა მოსდევდეს ის პიროვნება ან ის რამოდენიმე ადამიანი ან ნებისმიერი ვიღაცა ან რაღაცა, რასაც ჩვენ ვეუბნებით ჩვენს სათქმელს. წინა მაგალითში ხომ გახსოვთ, რომ say შეგვეძლო ამ შემთხვევაში გამოგვეყენებინა. ანუ ჩვენ მაგალითად შეგვიძლია ვთქვათ ასე, she said to me and she told me. მაგრამ she said to me უფრო ნაკლებად გამოიყენება. ეცადეთ რომ უფრო გამოიყენოთ she told me და არა she said to me. ანუ დასკვნა, ბევრი რომ არ ვილაპარაკო. say გამოიყენეთ მაშინ, როდესაც არ აკონკრეტებთ თუ ვინ ვის უთხრა რაღაცა, ანუ მაშინ როდესაც ამბობთ რომ ზოგადად ვიღაცამ თქვა რაღაცა, ხოლო tell გამოიყენეთ მაშინ, როდესაც თქვენ იცით რომ ვიღაცა ეუბნება ვიღაცას უკვე რაღაცას. და შემდეგი ცნები ეს არის to talk და to speak. ორივე მათგანი ნიშნავს ლაპარაკს, მაგრამ ჩვენ უნდა დავაკვირდეთ იმ სიტუაციას, თუ რა სიტუაციაშიც ვართ, რომ გამოვიყენოთ ეს ორი სიტყვა სწორად. ანუ ეხლა ნახეთ რა ხდება. To speaks ჩვენ ვიყენებთ მაშინ, უფრო როდესაც გვაქვს უფრო სერიოზული ფორმალური სიტუაცია. ხოლო to talks ვიყენებთ მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ვლაპარაკობთ, ან ვიკვე ვილაპარაკებთ, არასერიოზულ სიტუაციაში, უფრო მეგობრებთან, უფრო არაფორმალურ თემებზე, არაფორმალურ გარემოში. აი ახლა ნახეთ მაგალითად. თუ კი ასეთ რაღაცას ვამბობ. We are speaking about our vacation. ჩვენ ვლაპარაკობთ ჩვენს არდადეგებზე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან სერიოზულად ვსხედავთ, განვიხილავთ ჩვენი არდადეგების გეგმებს, წინ გვილაგია სხვადასხვა ვარიანტები, შეიძლება პუბლიკაც კი ყავს და მათ ვანდობთ ჩვენს აზრებს. ხოლო თუ ვიტყვით, მათ ვაცნობთ ჩვენს აზრებს და არა ვანდობთ. მაგრამ თუ ვიტყვით, we are talking about our vacation, ესეც ითარგმნება როგორც რომ ჩვენ ვლაპარაკობთ და ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს არდადეგებზე, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უბრალოდ ვსხედავთ აგერ მეგობრების გარემოცვაში და ერთი სიტყვით ვჭორობთ სიცილ ხარხარში ჩვენ არდადეგების გეგმებს ვაწყობთო. ანუ speak-ისა და talk-ის გამოყენება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამდენად ფორმალურ ან არაფორმალურ, ანუ რამდენად სერიოზულ და არასერიოზულ გარემოში თქვენ ლაპარაკობთ, საუბრობთ რაღაცაზე. ანუ მაგალითად, თუ კი ჩვენ ვამბობთ, რომ მე უფროსთან ვისაუბრე რაღაც ახალ პროექტზე, უნდა ვთქვა აუცილებლად speak, იმიტომ რომ ეს არის უფროსი, ეს არის სამსახური, ანუ მე ვამბობ მაგალითად we spoke about our new project. ჩვენ ვილაპარაკეთ ჩვენს ახალ პროექტზე და არა we talked about our new project. ნუ გაჩნია პრინციპში უფროსაც. აქვე ხა ყურადღება. მე ვთქვი spoke არის speak-ის წარსული. ანუ მოვთქვი we spoke, ანუ ჩვენ ვილაპარაკეთ. ასევე, ეს იყო მაგალითები, როდესაც ვამბობთ, რომ ზოგადად ჩვენ ვილაპარაკეთ, ჩვენ ვისაუბრეთ. ასევე ეს ზმნები შეგვიძლია გამოვიყენოთ, როდესაც ჩვენ ვიღაცას ვესაუბრეთ, ან როდესაც ვიღაცა ჩვენ გვესაუბრა. ამ შემთხვევაში ამ ზმნებს გვერდით მოყვება პატარა წინდებულები და ესე იგი ეს იქნება ასე. მაგალითად, I am talking to you. ანუ ნახეთ, talks მოყვება გვერდით to. ანუ ვამბობ ასე, I am talking to you. ანუ მაგალითად ან კიდევ talk to me. დამელაპარაკე მე. Talk to her. დაელაპარაკე მას. ანუ talks მოყვება გვერდით to. ხანდახან შეიძლება რომ talks მოყვეს with და ესეც არის სწორი ფორმა გრამატიკულად. თუმცა სასაუბრო ინგლისურში უფრო ნაკლებად არის გამოყენებადი. სამაგიეროდ ძალიან ხშირად და თითქმის ყოველთვის with მოსდევს speaks. ანუ დამელაპარაკე მე იქნება ასე. Speak with me. თუმცა შეიძლება რომ თქვათ speak to me, მაგრამ ეს ნაკლებად არის გამოყენებადი სასაუბრო ინგლისურში, თუმცა გრამატიკულად სწორია. ანუ ვიმახსოვრებთ რომ იქნება ასე. Talk to me და speak with me. ანუ დამელაპარაკე მეო.
ეხლა ერთი პატარა ნიუანსი, რაც უნდა გაითვალისწინოთ და იცოდეთ, თუ არ გინდათ რომ ვინმე შეაშინოთ. მაგალითად, ინგლისურში არსებობს ასეთი ფრაზა და ჩვენც ვამბობთ ქართულში, უნდა ვილაპარაკოთ, საჭიროა რომ ვილაპარაკოთ. ეს ინგლისურად არის როგორც we need to talk and we need to speak. მაგრამ ქართულისაგან განსხვავებით, თქვენ თუ ვინმეს ეტყვით we need to talk, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ რაღაცა ძალიან სერიოზულ და პრობლემურ თემაზე უნდა დაელაპარაკოთ ამ ადამიანს. თქვენ თუ ვინმეს ეტყვით we need to talk and we need to speak, იმ ადამიანს შეიძლება შეეშინდეს და იფიქროს, რომ ესე იგი რაღაცა პრობლემა არსებობსო და ეს ადამიანი იმიტომ ვეუბნებაო we need to talk and we need to speak-ო. მოკლედ, ანუ ეს ორი ფრაზა უნდა გამოიყენოთ მაშინ, როდესაც რაღაცა პრობლემურ საკითხზე უნდა დაელაპარაკოთ ვიღაცას. ასევე ერთი პატარა ნიუანსი კიდევ, როდესაც ვამბობთ, რომ მაგალითად მე ვსაუბრობ რომელიმე ენაზე. ეს შეგვიძლია ვთქვათ ორნაირად. პირველი, ეს არის I speak English. ანუ ვამბობ პირდაპირ speak და English. მაგრამ როდესაც ვიყენებ talks, ამ შემთხვევაში უნდა თქვა I talk in English and I talked and we talked in English. ანუ ჩვენ ვილაპარაკეთ უკვე ინგლისურად. ანუ talked და მე რა ვთქვი in English. ანუ we talked English არასწორი ფორმა. ანუ speak-თან ჩვენ შეგვიძლია რომ ვთქვათ we spoke English, I speak English, ხოლო talk-თან უნდა ვთქვათ in. I talked in English, we talked in English. სულ ეს იყო დღევანდელი ვიდეოს თემა, ის რაც მინდოდა რომ მეთქვა და ამეხსნა თქვენთვის. იმედი მაქვს რომ ამ ვიდეომ არ დაგაბლიათ, იმიტომ რომ ცოტა ბევრი ლაპარაკი და თქმა არის გამოყენებული და ცოტა რთული თემა, მაგრამ თუ დაგაბლიათ მეორეჯერ კიდევ უყურეთ ამ ვიდეოს და იმედი მაქვს რომ ყველაფერს კარგად გაიგებთ და გაიაზრებთ. თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, გთხოვთ რომ დაალაიქოთ. ჩვენ კი შევხვდებით სხვა ვიდეოებში. კარგად და ყველას წარმატებები.